ოცნებას ჯერ კიდევ ყავს ამორჩეველი, რომელსაც არ იმსახურებს. ანუ იმაზე გაცილებით მეტი ამორჩეველი ყავს, ვიდრე ის შეიძლება იმსახურებდეს. მით უფრო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხო ხა ამდენე საშინელება ჩაიდინეს, რომ ბუნებრივია მათი ამორჩეველი არის შემცირებული და ამიტომ თემაზე რომ გადავიდეთ, რაც უკავშირდება ხა დღევანდელ ასე ვთქვათ მემორანდუმს ჩვენსა და ლელოს შორის, კოალიცია ძლიერ საქართველოს შორის, რა თქმა უნდა ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ სწორედ ოცნების ამორჩეველი დავარწმუნოთ, რომ არაფრით არ შეიძლება ოცნების მხარდაჭერა და მათთვის ხლის მიცემა და ის ხალხი, ვინც უკვე იცის ეს და ვისაც ჩვენ კიდევ დავარწმუნებთ, ამ ხალხს რა თქმა უნდა ჭირდება ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს ადამიანები მზად არიან მივიდნენ არჩევნებზე, საარჩევნო დღეს, არჩევნების დღეს და საარჩევნო უბანზე დააფიქსიროთ პირველი მოდგიდან ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ არჩევნებზე, იმიტომ რომ არჩევნების გზა ჩვენთვის არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი გზა. ხა ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და ეხლა არავის ბულინგის და რაღაცა შემოთვლების გამო ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდით, ამასაც ვამბობდით და ის რომ ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაიმყაროს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი, ძალაუფლება, ის ძალაუფლება, რომელიც მიტაცებული აქვს, ეს ისედაც ცნობილია ჩვენთვის. თავარია ჩვენ როგორ მოქმედებთ და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მოქმედებთ პრაგმატულად. ოცნებას ასუსტებს საკუთარი ელექტორალური ბაზის რყევა და შემცირება. ეს არის ოცნების მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემა. და ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ სწორედ იქ დავარტყათ, სადაც მათი სუსტი წერტილია. თუ ჩვენ ამ ბრძოლაში არ შევედით, თუ ჩვენ ოცნების ამორჩეველი პირისპირ და დაუცველი დავტოვეთ ამ მოძალადი რეჟიმის პირისპირ, მაშინ რა თქმა უნდა ოცნება გაცილებით მარტივად შეინარჩუნებს საკუთარ ელექტორალურ ბაზას, რადგან მათ ალტერნატივა არ ექნებათ.